ელექტრიზაცია. წინასწარ სახაზავი ხახუნით დავაელექტროოთ. ამისათვის აბრეშუმის ქსოვილზე გავახახუნოთ ჩვენი სახაზავი, პლასმასის სახაზავი. ის დაიმუხტება ხახუნით, შემდეგ მიუახლოვოთ ელექტრომეტრის ღეროზე დამაგრებულ სფეროს, გამტარ სფეროს და ჩვენ დავინახავთ, რომ ის არის გადაიხარა. მაგრამ თუ მოვაშორებთ დაელექტროებულ სახაზავს, ის არის კვლავ ჩამოეშვება. კიდევ ერთხელ გავიმეოროთ ეს ცდა, მიუახლოვოთ დამუხტული სახაზავი და სახაზავის ელექტრული ველი ამ დროს მოახდენს გამტარ სფეროში და ღერო ისარში მუხტების გადანაწილებას. თუ სახაზავი დამუხტული იყო დადებითად, მაშინ სფეროს სახაზავთან ახლო კიდეზე დაგროვდება უარყოფითი მუხტები, ანუ ელექტრონები, ხოლო მოპირდაპირზე ელექტრონების ნაკლებობა და ის დაიმუხტება ქვედა ნაწილი მისი დადებითად. ესე იგი სახაზავის მუხტის შესაბამისი მუხტი. ამის შემდეგ, როდესაც ჩვენ სახაზავს მოვაშორებთ, ეს მუხტები კვლავ ერთმანეთზე იმოქმედებენ და განეიტრალდება. მაშინ ჩვენი სფერო, გამტარი ღერო და ისარი განეიტრალებულია. მუხტები კვლავ, ეს ელექტრონები კვლავ აებ დაირიამათ დადებითი მუხტის ვიზიდულობის გამო და ამიტომ განეიტრალდება. მაგრამ თუ ჩვენ გვინდა რომ ეს ისარი დარჩეს გადახდით მდგომარეობაში, ესე იგი სფერო დავმუხტოთ გავლენით, კვლავ ერთხელ მიუახლოვოთ დამუხტული სახაზავი, მისი ველი კვლავ იმოქმედებს ამ გამტარში მუხტებზე. კვლავ მოხდება მათი გადანაწილება. ამის შემდეგ შევახოთ თითი გამტარს. ამით ჩვენ გავანეიტრალებთ მუხტის ერთ-ერთ ნაწილს. კერძოდ დადებით მუხტს გავანეიტრალებთ დამიწების შედეგად. ამის მერე მოვაშოროთ დამიწება და მოვაშოროთ დამუხტული სახაზავით. ჩვენ ნახავთ, რომ ის არის გადახდით მდგომარეობაში დარჩა და ჩვენ მოვახდინეთ გავლენით დაელექტროება ჩვენი გამტარი სფეროსი და ის დარჩა დამუხტულ მდგომარეობაში. რისთვისაც გამოვიყენეთ დამიწება.